Როგორი შეიძლება იყოს საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში? ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ურთიერთობის გადატვირთვა არ მოხდება. ქართული ოცნების მოლოდინები კი განსხვავებულია, არგუმენტად სახელდება შეხედულებების თანხმედრა. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში შტატებმა დაასანქცირა რიგი ქართველი თანამდებობის პირები, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მზად არიან სუფთა ფურცლიდან დაიწყონ შტატებთან ურთიერთობა. არც ერთ ამერიკის პრეზიდენტს საქართველოში ავტოკრატია და რუსული რეჟიმი, რომელიც კეკლუცობს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ნამდვილად არ აწყობს, იმიტომ რომ ისინი არიან სტრატეგიული მტრები შეერთებული შტატების ინტერესებში. სპეკულაცია იქნება, ვინმე თქვას, რომ იცის ტრამპი რას აპირებს, ეს იქნება სპეკულაცია, მაგრამ ის რაც ქართული ოცნება ამბობდა, რომ ეხა 20-დან ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ნახეთ, რომ 20-დან მზადდება ინიციატივა, რომლით მიხედვითაც ამერიკის კონგრესში იქნება ინიციატივა, სანქციები გავრცელდება არა მარტო ქართული ოცნების მოძელადე წევრებზე, არამედ სამწუხაროდ მათ ოჯახის წევრებზე. ამ ეტაპზე ოცნების რეჟიმის მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ მზაობას, რომ ოცნება მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. ისინი სულ უფრო და უფრო აფუჭებენ მდგომარეობას და ჩადიან ისეთ საქციელებს, რომლებიც ემსახურება კიდევ უარესი შედეგების მიღებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს პარტნიორებს რა თქმა უნდა ესმით ძალიან ადეკვატურად ის მდგომარეობა რაც არის დამდგარი ჩვენს ქვეყანაში. საინტერესო არის როგორ მოახდენს ბატონი ტრამპი თავისი დაპირების შესრულებას, რაც თავარი დაპირება იყო უკრაინაში ომის გაჩერებას. ეს დადებითად აისახება თავისთავად ჩვენზე, ვინაიდან ჩვენ ვაცხადებდით, რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იმისი, რომ ურთიერთობები ამერიკასთან გადაიტვირთოს, არის უკრაინაში ომის დასრულება. ასევე ძალიან საინტერესოა Deep State-თან მისი ბრძოლა, რომელიც ესე ღიათაა გამოცხადებული, ათასობით თანამშრომელი დაითხოვა იქ სპეცსამსახურებიდან, ბიუროკრატიული ორგანოებიდან და ასე შემდეგ. 90 დღით შეუჩერა მაგალითად მან დაფინანსებები NGO ორგანიზაციებს სოფლიო მასშტაბით, ვინც ამერიკიდან ფინანსდებოდა, ვინაიდან ჯერ უნდა გაერკვნენ, რამდენად ეფექტური არის ეს დაფინანსება და რამდენად შედიოდა ამერიკის ინტერესებში და რამდენად არ არღვევს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს. საინტერესო პროცესებს ვაკვირდებით ჩვენ და ხა ეს ყველაფერი როგორ განვითარდება, სავარაუდოდ გამოჩნდება უკვე მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ძალიან კარგად თანამშრომლობდით მის ადმინისტრაციასთან, ძალიან ახლო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა და ყველაზე მთავარი გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ინაუგურაციის სიტყვის შემდგომ, ასევე ის ნაბიჯები, რომელიც უკვე გადადგა პრეზიდენტმა ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, გვაძლევს იმედს, რომ მალე დამყარდება მსოფლიოში მშვიდობა, რაც თავისთავად გაუმჯობესებს ჩვენი და ამერიკის ურთიერთობებს, სადაც წინა ადმინისტრაცია სწორედ მშვიდობის და სტაბილურობის საკითხების გამო საყდრობდა. შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ, ჩვენი მხრიდან რაც თავარი არის სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უფრო მეტიც ჩვენ თავაზობთ ამერიკულ მხარეს, რომ კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება, ჩვენ დავალოდებით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას.